დილამშვიდობისა მეგობრებო, როგორც უკვე ნახავდით, უკვე Facebook სივრცეში გავრცელდა, ხომალდები გამოჩნდნენ საზე მეგობრებო, ვარდის ფორმით. ეხლა დაგიპოსტავთ, ეს შეტრიალებული. ეხლა დაგიპოსტავთ, რომელ ხომალდებს ესაუბარი. ქართულ სივრცეშიც გამოჩნდნენ, ვიდეო გავაზიარეთ ჩემს Facebook გვერდზე. ხედავთ უკვე ხომალდები გამოჩნდნენ საზე. ისინი უკვე შემოდიან ჩვენ სივრცეში. კიდევ ერთ დაგიპოსტავთ. ეს არის ვარდის ფორმა, რომელიც დაფიქსირდა, საქართველოს საზეც დაფიქსირდა, ქართული ვიდეო არის გადაღებული. მოკლედ, ხომალდები ფიქსირდებიან, მეგობრებო და საინტერესო რა არის, იცით? საინტერესო ის არის, რომ ჯვარზე მომხდარი ამბავი ბევრ სასწაულებს მოგვიტანს. ანუ ჩვენთვის, ქართველებისთვის და ჭეშმარიტ ქრისტიანებისთვის სიკეთეს და დანარჩენებისთვის გაცამტვერება არის წინასწარ განზრახული. კაცი ჭამიები, შურიანები, ფულის მონები, მამონას მსახურები, ეს ყველა ადამიანი გაცამტვერდება ერთი ხელის მოსვლით. ეს ხომალდები, რომელიც საზეც ჩდებიან, ეხლა რომლებიც საზეც ჩდებიან, ამდენი ხანი იყვნენ ჩვენი დაკვირვების მოდუსში, გვაკვირდებოდნენ. გესმით? და იცით რა არის მეგობრებო, ანუ რო გითხარით, რომ წუთი-წუთზე მიუსწარით მეთქი და გადავრჩით თქო, ხომ? მართლაც ესეა, იმიტომ რომ ჩვენ რომ არ მიგვესრო ამ ვარდის ჩამოჭკნობამდე ჯვარზე, ჩათვალეთ, რომ ყველანი დავიღუპებოდით რა, ანუ ყველანი დავიღუპებოდით, იმიტომ რომ ეს დაკვირვების მოდუსზე მყოფი ეს ხომალდები, რომლებიც გვაკვირდებიან, მაღალი ცივილიზაციის წარმომადგენლები, რომლებმაც ჩვენს შესახებ იციან და ჩვენ პრინციპში გვაფრთხილებდნენ ამდენ ხანს, რომ გვიგზავნიდნენ მესიჯებს, ხო და ჩვენ ყურად მივიღებდით თუ არა, ამას აკვირდებოდნენ და როგორც ჩანს ახლა უკვე აღარ იხევენ უკან, ისინი უკვე შემოდიან ჩვენ სივრცეში, გვენახებიან თვალით, კიდევ გაფრთხილებას გვაძლევენ, რომ ესე იგი კიდევ არის დარჩენილი დრო, რომ გონს მოვიდეთ და აი ეს დაბრმავებული მრევლი და დაყრუბლუებული საზოგადოება, რომელიც დღესდღეობით სამწუხაროდ საქართველოშია და 1000 გვარი ინფორმაცია არის უკვე მედია სივრცეში, სადაც შეგიძლიათ ცნობიერება აიმაღლო. დღეს სამწუხაროდ ქალბატონისგან ესეთი კომენტარი მივიღე, რომ მეო უკვე წაგშალა, ამოგშალა მეგობრებიდან და ეხლა უკვე დაგბლოკაო და ქალბატონო მე ძალიან კარგს იზავ თუ დამბლოკავთ, ამითი რამე თუ არ შემემატება, არაფერი დამაკლდება, იმიტომ რომ თუ არ გესმით, რას ვლაპარაკობ და არ გეყურებათ, ჯობია წახვიდეთ და სხვა მოვა რა, გაუთავისუფლოთ სხვას ადგილი. როგორც ჩვენმა მგოსანმა თქვა, იგი წავა და სხვა მოვა ურფასა საფიქრალოსა, მე გადავაკეთე ესე, საბაღნაროსაო ამბობს მგოსანი, მაგრამ მე ვამბობ, საფიქრალოსა მეგობრებო, ჩვენ თუ არ ავედით თავში, აგერ ბატონი ჯორჯაძის ვიდეოც დაგიფოსტეთ ყარზე, ხო? ყარზე, აი აქ ყელში თუ არ ავედით, 3 ყარზე არის საუბარი და თუ არ ავყროლდით. რატომ გეუბნებით, იცით, ავყროლდით, იმიტომ რომ ნარიმანთან როცა ვიდექი, იქ ეწერა, რომ ყარხარო აწერს ნარიმანი, ყარხარო გეუბნება და ეს ყარხარ ბევრს ესმის, რომ აყროლებული ხარ რა და რომ ყარხარ უნდა გაიგოს ყართან ხარ, გესმის? ყართან ხარ, მაგრამ რომელ ყართან ხარ? აი, მეხუთე ჩაკრის ყართან ხარ. აქედან აქ თუ არ ახვედი, ანუ მუცლიდან და შენი მედან თუ არ ახვედი თავში და არ იფიქრე, საფიქრალი არ გაიჩინე, ხო? ყართან ვერ მოხვდები და ამიტომ თუ ყართან დგახარ, მაშინ ყარხარ. და თუ ყართან არ დგახარ, მაშინ არ ყარხარ, ხვდები? და ვერ ყარხარ და
ხომ გითხარით რომ ყველაფერი ამოტრიალებულია და რაც კი მნიშვნელოვანი და კოდური სიტყვა არის იმას გაუფასურეს მნიშვნელობა გესმის, აი მაგალითად ყარხარ ნიშნავს იმას რომ რაღაცა ცუდია, დამთხოვული ნიშნავს რომ ვითომ რაღაც გიჟია. ხვდებით, აი ყველაფერი კოდები, რომელიც ამოაყირავეს დღესდღეობით ახლა ირკვევა. ახლა რატომ ეს ხომალდები ვინ არიან და რა არიან? ლალი ხრიკული წერს საყვარელო თამარ, ვინც ქრისტესია, ყველა შენთან დარჩება, მიყვარხარ. ვინც ქრისტესია, ყველა ერთად დავდგებით. კი, ლალი მართალი ხარ. ვინც ქრისტესი ვართ. ხო და ეხლა რა არის ეს ხომალდები, მეგობრებო? თქვენ იცით რომ ბოლო აპოკალიფსის პერიოდში გამოჩნდებიან უცხო პლანეტელები, წესი არის ნათქვამი რა. ეს ხომალდები ჩამოვლენ და ყველა ადამიანებს, ანუ ეხლა ვინც აი აქ მისმენს, აზროვნებს და ვინც ელოდება მეორეს მოსვლას, იცის რომ ცაზე ყველას დასანახად ჯვარი გამოჩნდება და აი ის ჯვარი უკვე იქნება ნიშანი რომ ძალიან მალე მოახლოებული აპოკალიფსი, ჩვენი მაცხოვრის მეორედ მოსვლა და აჰა უკვე ცაზე გამოჩნდნენ ესე იგი მოტრიალე ისინი, რა ქვია მაგას, ქართულად ბორჯღალოები, რომლებიც დიდი ცივილიზაციის მატარებლები არიან და სავარაუდოდ ისინი ახლა გამოჩნდებიან, ჩამოვლენ. ამერიკაში ხო უკვე სიგნალები მოგვცეს, რომ უცხო პლანეტელები ჩამოდიან. ნუ ესენი ჩამოიყვანენ ახლა ამად, ესენი არის სივრცეები, რომლებიც მოწყობილია იმ წინასწარმეტყველების ნიადაგზე, სავარაუდოდ განვითარებული დანადგარების მეშვეობით. ესენი მართლა კი არ არიან იქ გამოაჩინეს ხომალდები და მე რო ამბობ რომ ხომალდები გამოჩნდნენ და მაღალი ცივილიზაციის საზოგადოება ჩვენ გვაკვირდება თქო, იქ სადღაც ციდან კი არ გვაკვირდება, მეგობრებო, აქ ამ საზოგადოებაში გვაკვირდება და იმის ნიადაგზე ქმნის ამ ილუსტრირებულ რაღაც ხუთი ჯის მეშვეობით წარმოქმნილ სურათებს ცაზე. აი ესენი ახლა ნახე ორაზროვანია. ერთი მხრივ ამბობ რომ ხომალდები გამოჩნდნენ და გვაკვირდებიან, მეორე მხრივ ადამიანს შეიძლება ეგონოს რომ სადღაცა იქ ციდან და სხვა პლანეტებიდან გვაკვირდებიან. არა მეგობრებო, არც ერთი პლანეტებიდან არ გვაკვირდებიან, გარდა ჩვენივე პლანეტიდან ის საზოგადოება, რომელიც მაღალ ცივილიზაციის ინფორმაციებს ფლობს და მას შეუძლია ასეთი ილუსტრაციები წარმოქმნას ცაზე ჩვენს დასანახად, ანუ მაგას ქვია როგორ დამავიწყდა ჰარკი თუ რაღაც ესეთი ის ქვია ტერმინი აქვს. დამავიწყე, მაგრამ გამახსენე, ამომივარდა თავიდან რა, კი არ დამავიწყე, თავიდან ეხლა რო ვფიქრობ კონკრეტულად მაგ სიტყვაზე ამომივარდა. მაგრამ ესენი არიან ჩვენ საზოგადოებაში, ვინც გვაკვირდება. ახლა ნახეთ რა მოხდა რა. ჯვარზე სასწაული რაღაც მოხდა. ჯვარზე მოხდა ის, რომ ჩვენ გავშიფრეთ მაგიური ხრიკები. ეს მაგიური ჯვარზე რატო იყო მნიშვნელოვანი იქასლა და რატო უნდა მოხდარიყო მაინც ჯვარზე ამ ჯადოს მოხსნა, ხომ? გეტყვით მაგასაც. ესე იგი, ჯვარი არის ის ადგილი, სადაც ენერგეტიკული ველი უკავშირდება ზეციურ ენერგეტიკულ ველს. ანუ ამ ადგილზე არის საკრალური ადგილი. საკრალური ადგილი. აქ იკლებოდნენ დასაკლავი შესაწირი ოთხფეხა არსებები, ორფეხა არსებები და ეხლა უკვე გადავიდა თუ დაინახეთ ის გარდამოხსნის რიტუალი რო ჩაატარეს და ჯვრისწირო დადეს და მაგიდაზე რო გადააფარეს ქრისტეს ნახატი, ქრისტეს ნახატი კი არა და ის ქონდათ გამოიტანეს საკურთხევლიდან, ესე ოღურმა კაცმა ქვეშ წიგნით მოდიოდა ვიღაცა მოგვი, ანუ ეგ მღვდელი ვითომ და დააფარეს მაგიდაზე, იქ სადაც ქრისტეს ჯვარცმა მოხდა, სინამდვილეში სადაც ქრისტეს ჯვარცმა მოხდა, მაგ ჯვარზე
იყო ეს ამბავი, შეწირეს ქრისტე, რომ თავიანთ იახვეს შესწირეს, რომ გადარჩენილიყო დედამიწა და შემდეგ ეხლა უკვე აკეთებენ ესეთ რაღაცას, რომ ყოველწლიურად ამ გარდამოხსნის რიტუალს აკეთებენ და იქ ჭამენ სისხლს და ხორცს ქრისტესას და შემდეგ აქ ნახეთ, რომ გარდაცვლილთა ფრთაში, მარჯვენა ფრთაში, ეკლესიის მარჯვენა ფრთაში, სადაც გარდაცვლილთა ადგილი არის, რიტუალს ატარებენ დემონსტრირებულად, ესე იგი დატყვევებული ყავთ ვარდი, რომელიც ისევ და ისევ მიისაკუთრეს ვითომ და მასონთა ლოჟის სიმბოლოა, არა და ვარდი არის სიყვარულის სიმბოლო, იცით და დატყვევებული ყავთ ეს ვარდი, ანუ სიყვარული დატყვევებული ყავთ. დღეს სხვათა შორის ერთ-ერთმა ქალბატონმა, რომელიც იქ იყო, მომაწოდა ეს იდეა, რომ სიყვარულის სიმბოლოც არის ვარდიო, მარტო მასონთა სიმბოლო არ არისო და ანუ სიყვარულის სიმბოლო დაატყვევეს, ცვილში ამოავლეს. ცვილში ამოვლება ახლა სხვათა შორის არ იცის ბევრმა რას ნიშნავს ცვილი, რატო ვახსენებ ცვილს. როდესაც ცვილში ავლებ რაღაცა ნიგთს, იქ გადასცემ ინფორმაციას, ცვილი გადასცემს ინფორმაციას. საერთოდ სანთელი არის რიტუალური ჯადოქრული მასალა, ანუ ნივთიერება, რომელსაც იყენებენ ჯადოქრები და ეხლა ნახე, როდესაც ვარდს ამოგივლებენ ცვილში, იქ ინფორმაციას ჩატვირთავენ, ანუ რას იტყვიან ამ პროცესში ღმერთმა იცის, ღმერთმა უწყის. აი ამ ცვილში ამოვლების პროცესში რა სიტყვებსაც დააპროგრამებენ ამ ვარდში, ხო? ის გადადის შემდეგ რას იტყვიან, ანუ თქვან, რომ აი ეს ვარდი არის სიმბოლო საქართველოსი და აი საქართველო არის დატყვევებული, მასში მოთავსებული სიყვარული არის დატყვევებული. შეიძლება ესეთი სიტყვები თქვან, ხო? და დგას და ღვთისმშობლის წინ გარდაცვლილთა ტერიტორიაზე. არის აბსოლუტური რიტუალი გაკეთებული, რომელსაც ბევრი ვერ ამჩნევს, ხო? ყველას თვალი ვერ ხედავს ესეთ რაღაცეებს და გონიათ, რომ ვარდია რა, აჩუქეს ღვთისმშობელს ალბათ და იქ დადგა ვიღაცამ ვარდი და აი დემონსტრირებულად გადაკეტეს მერე ის ადგილი, სადაც საგალობლები იყო და ხალხი გალობდა შიგნით და შედიოდა და მოინახულებდა, მოილოცებდა. სხვათა შორის იქ რო შევედით, ძალიან დიდი ენერგეტიკა იგრძნობოდა. ხო და ასე რომ ჩემო მეგობრებო, ეს ხომალდების გამოჩენა ეხლა ცაზე არის ნიშანი ის, რომ ჩვენ მივიღეთ მესიჯი. ვინ ჩვენ ეხლა, ხო? ვინ ჩვენ? ესენი არიან მაღალი საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებიც აქამდე გვაკვირდებოდნენ და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ საპატრიარქოც იგივეს ამბობდა, რომ ხალხი ჯერ არ არის მზად, საზოგადოება ჯერ არ არის მზად იმ ცნობიერების გასანდობად, რომელიც ცნობიერებად ჩვენ დატყვევებული გვაქვს ბიბლიოთეკაში, ვარდის სახით და ასე ამგვარი სახით და მოხდა სასწაული, რომ ცნობიერება გაიხსნა, მეგობრებო. აი ეს მაღალი ცნობიერების წარმომადგენლები ჩვენ ვინც გვაკვირდებოდა და ზუსტად იცოდა, რომ უნდა მოხდეს ზუსტად იმ წერტილში ეს ამბავი და არა სხვაგან სადღაცა დედამიწის ზურგზე, ზუსტად იმ ჯვრი ამაღლებულ მთაზე წერტილში უნდა მოხდეს ამ ინფორმაციის გამჟღავნება არის საზოგადოება მზად თუ არ არის საზოგადოება მზად. და ერთი ადამიანის რო ვნახო მორწმუნეო, ხო? იმისთვის გადავარჩენ დედამიწასო, ხო ამბობს ღმერთი ამბობს ჩვენი მაცხოვარი და მოხდა ერთი ადამიანი არ ვიყავით იქ, სამნი ვიყავით მეგობრებო, ესენი ვიყავით ლალი, ნინო და თამარი იმ ადგილზე, სადაც მოხდა ამ ცნობიერების ფარდის ახდა. ჩვენ გავარღვიეთ კედელი, გავარღვიეთ კარი, შევედით, შევეხეთ ამ ვარდს, როგორც იქ არის იმ მულტფილმში რო არის ზღაპარში, თქმულებაში, ესენი ყველაფერი მესიჯებია. როგორც იქ არის, შედის გაუცნობიერებლად შედის ეს თავისი ბელი შედის იმ ოთახში ამ ვარდთან ინტუიციით. ახდის ამ ვარდს და აქედან იწყება მერე უკვე ყველაფერი ცნობიერების დროის დაჩქარება, ცნობიერების გამოსვლაც და ურჩხული გადაიქცევა. ეხლა ვინ არის ეს ურჩხული, ხო? სხვათა შორის დღეს ქალბატონმა მომაწოდა ეგაცრიც, ეხლა მარტო ერთი ადამიანი შეიძლება ვერ ხდებოდეს ამდენს, ლომით არის, ხო? ურჩხულად არის წარმოდგენილი, მაგრამ იმ ურჩხულს აქვს ლომის ფორმა, ხო? ან ლომის
სახით არის გადმოცემული ეს ურჩხული. და ეს ლომი ვინ არის? ლომი არის, იცით რომ საქართველოს ზოდიაქო არის ლომის ზოდიაქოს ნიშანში. ესე იგი, საქართველო არის გადაქცეული ურჩხულად. ურჩხულად ყავთ დატყვევებული მაგათ ეს ლომად ყავთ გადაქცეული საქართველო. ეხლა ნახე, ძალიან უკან წავალ და ცაგარელს ვინც უსმენთ რა. ცაგარელი სულ ამბობდა მაგას, რომ არ უნდა მომხდარიყო საქართველოს სუვერენიტეტის აღდგენა იმ პერიოდში, როდესაც ლილიტი იყო ყველაზე ცუდ პოზიციაზე. შავი მთვარე არის ლილიტს უწოდებენ შავ მთვარეს. შავი მთვარე იყო ყველაზე ცუდ პოზიციაში. ჯადოქრების იმ პერიოდში, როდესაც აკეთებენ ჯადოქრები რიტუალებს, ზუსტად მაგ დღეს იყო აღიარებული საქართველოს დამოუკიდებლობა და მან შეიქმნა მერე საქართველო როგორც სუვერენული ქვეყანა. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ერთ მხრივ არის ლომი საქართველო და მეორე მხრივ ისეთ ცუდ დროს აქვს აღდგენილი მისი დამოუკიდებლობა, რომ ვერ ამჟღავნებს თავის სახეს, გესმის? და ძალიან საკრალურ თემებს შევეხეთ ჩვენ მანდ ზუსტად რომელიც 23 მარტს ეს 23 მარტიც რომ გამოვთვალოთ, ჯერ არ გამომითვლია, მაგრამ ამასაც საკრალური დატვირთვა ექნება. დაახლოებით ვიცი, რომ 20 მარტს დაიწყო ახალი წელი ზოდიაქალური თვალსაზრისით და 3 დღის შემდეგ მჟღავნდება ეს რა ხდება 20 მარტს. ანუ 3 დღე არის დაფარული. ყველაფერი რაც ხდება, მესამე დღეა მისი სახე. მესამე დღეს არის მისი სრული სახე. და ჩვენ პირველ დღეს რომ მივედით 20-ში არის დასაწყისი ახალი წლის ასტროლოგიური თვალსაზრისით, 20-ში მივედით და 23-ში გამოჩნდა რა იყო მისი სრული სახე. და 23-ის მერე უკვე ეხლა ახალი ეპოქა რო დაიწყო. ამის მერე უკვე იწყება ამის გამჟღავნება. რა საკრალური დატვირთვის დღე იყო ჯვარზე ის დღე. გესმით? და გამჟღავნება რომ ერთ დღეში და ორ დღეში კი არ ხდება, გამჟღავნება მთელი ეპოქები მიმდინარეობს, მთელი 1000 წლოვანი საუკუნეები მიმდინარეობს, ხდებით? ანუ გამჟღავნება ამ მესამე დღეს რა 20 ხო იყო ახალი ეპოქის დასაწყისში, 23-ში უკვე გამოჩნდა სახე, ჩვენ დაახლოებით გავშიფრეთ, რომ ეს იყო ჯადოქრობასთან დაკავშირებული, რიტუალებთან დაკავშირებული, ეს იყო იმ როგორ გითხრათ, ახლა აბსოლუტურად გულწრფელი მივედი იქ და არანაირი ჯადოქრული ინტერესები მე არ მქონდა, უბრალოდ მე ჩემი ინტერესებით ავხადე ის ფარდა ამ საკითხებს და იქ დამეხმარნენ იქ ვინც იყო ის ადამიანები, ხო? ამ 3 დღის განმავლობაში იქ ვინც ჩემს გვერდით დადგა, ხო? ისინი ჭეშმარიტად დამეხმარნენ ამ საკითხში. რომ ეს გამომჟღავნებული იყო, იმიტომ რომ მე მესამე დღეს იქ აღარ ვაპირებდი ასვლას და დამირეკა ქალბატონმა და მითხრა რომ ისო მე მაინც მივდივარო იქო, მე მეგონაო რომ კვირასაც იქნებოდიო, ხო გავამცხადე ესე რომ 3 დღე ვიდგები მეთქი და მეორე დღეს რომ ხალხი აღარ იყო იმდენი ჩავთვალე და არც მიკავშირდებოდა, ჩავთვალე რომ აღარ არის ჩემი ასვლა იქ საჭირო, მაგრამ აღმოჩნდა ისე რომ მესამე დღეს ადის ქალბატონი, რომელსაც იქ უნდა ასვლა და იმ ქალბატონის ხათრით მე ისევ ავედი იქ. გესმით? ავედი და იქ მესამე დღეს გამჟღავნდა ზუსტად რაც გამჟღავნდა, რასაც არ ველოდი მეც. მეც არ ველოდი. ნამდვილად არ ველოდი, არ ვიცოდი რომ ამდენი რაღაც გამჟღავნდებოდა რა. ხო და საქმე იმაში რომ ჩვენ ყველა ერთმანეთს დავეხმარეთ. ჩვენ ყველა ერთმანეთს დავეხმარეთ, იქ ვინც ავიყვანეთ ერთმანეთი. გესმით? ჯვარზე. ხო და წმინდანინო თუ მოვიდა მესამე საუკუნეში და იქ ანგელოზთა დასი გამოაცხადა, ხო? ანგელოზთა დასი გამოუცხადდნენ ანგელოზთა თავის ლოცვის ნიადაგზე, თვალნათლივ გამოცხადდა ანგელოზთა დასი. ეხლა უკვე ამ რიტუალს რო ატარებდნენ და რო ეგონათ რომ თავისთვის ექნებოდათ ყველაფერი და სხვათა შორის ის ურჩხული ელოდებოდა ამ ბელის გამოჩენას. შენ თქვენ გონიათ არ ელოდა? ის ურჩხული ელოდა ამ საკითხს. იმიტომ იყო ეს როგორი რიტუალი ჩატარდა, იცით? აი რაღაც დონეზე
ღმერთს თავისი გეგმები აქვს, რომ არის. ამ ურჩხულისთვისაც ეს გადამრჩენი პროცესი იყო რა. ურჩხული კიდე აღმოჩნდა ვინ? საქართველო. ანუ ურჩხული კი არ არის საქართველო. საქართველო არის პრინცი, რომელიც ურჩხულად არის გადაქცეული ვიღაცა ჯადოქრის მიერ. ეს ჯადოქარი ვინ არის, ხო? საკითხავი ის არის, რომ ჯადოქარი ვინ არის? ვინ დაატყვევა ეს ვარდი? აბა გამოვიცნოთ ერთად, რა ვიცი, ერთად გამოვიცნოთ, ვიფიქროთ, იმიტომ რომ ჩემთან ხო გითხარით, ესე არ არის, რომ მე ვიცი და მივდივარ. მე მივყვები ინტუიციას. და მე ვაკეთებ იმას, რასაც მეუბნება შინაგანი ხმა. და რასაც შინაგანი ხმა მეუბნება, შეიძლება დღეს არ ვიცოდე რა მითხრა და ხვალ გავიგო, როგორც ამ 3 დღის განმავლობაში მოხდა, ხო? ასე რომ ეს საკითხები მეგობრებო მიუვიდათ იმ მაღალი ცნობიერების საზოგადოებას და დაინახეს რომ საზოგადოება მზად არის რაღაცა პროცენტი 3 კაცი ვიდექით ნახე 3%-ია საჭირო. 3 კაცი ვიდექით საზოგადოება მზად არის ეს 3%, რომ ეს ცნობიერება მიწვდეს მას და რასაც ჯორჯაძე ამბობდა ამდენ ხანს, რომ აი ამ ადგილიდან თუ არ ავედით ყელში და ცნობიერებაში თუ არ გადავედითო, სიკვდილიაო, დასასრულიაო, ხო? ავედით ჩვენ ყელში, გამოვთქვით სათქმელი. ჩვენ ახლა ცნობიერში გადავედით და ვინც ჯერ ცნობიერში ვერ ამოვიდა, იცი რას მეტყვის? კარგი გააგზელა ეგ ბოდოები. ამას მეტყვის. და იცი რას იტყვის? ამდენი გიჟი ერთადაც შეიკრივეთ. ამას მეტყვის და ეს ყველაფერი კოდებია. გიჟი თავის პირით ათქმევინებს ამ ადამიანებს, ვინც ცნობიერში არ არის ჯერ ასული და ბოდვა. ნახე რა მითხრა, წანწალი გააგრძელეო, ერთმა მითხრა რა. წადი და შენ გააგრძელე ეგ წანწალიო. და მე ჩემს მამაოს მოусმენო რა და ნახე რა მაგარი სიტყვა თქვა რა. წანწალი რას ნიშნავს? წან გავშვიფროთ. წილი ანის, წილი ალი. ანუ წილი ალის და ანის ერთში ექცევა. ანი იცით რომ თუ არის ღმერთია, ალი იცით რომ მზის ღმერთია. ანუ ერთ იმაში მოაქცია გესმის, თუ არ ეც და მზეც გაერთიანდა. აი ძალიან სასწაული რაღაცეები ხდება საკრალური თვალსაზრისი და ეხლა ვინც არ იცის ეს საკრალური სიტყვები და საკრალური ნიშნები და სიმბოლოები, იტყვის ეს რეებს ბოდავს ეს გოგო, ღმერთო გვიშველე ამდენი გიჟი ერთად სად შეიყარა. ისე საკითხავია და სანახავია სხვა ტაძრებშიც ჩატარდა ეგ რიტუალი. სხვა ტაძრებში მეგობრებო, ყველგან ერთად ხო არ ვიქნებოდი. ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი, სადაც იყო იქ მიმიყვანა ღმერთმა. გესმით? აი ახლა 23 დავინახე. 23 რიცხვში. ჯერ ნახე როგორ მომამზადა. პირველ დღეს რომ ხომ გამოაჩინა მარტო ის ხალხი, მამრი ხალხი გამოაჩინა. იქ ხალი არ იყო ჩემს გარდა რა, ჩვენს ურთიერთობაში. ვისთანაც მასაუბრა. პირველ დღეს ჩემმა მეუღლემ და იმ მღვდელმა, რომელმაც დამპირდა რომ მოვაგვარებთ ამ საკითხსო, ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს და გავისაუბრეთ და აღმოჩნდა რომ ეს მღვდელიც მონაა. არ შეუძლია, ძალა არ შეწევს. მეორე დღეს მოხდა ისე რომ ის საკრალური თემები გახსნა ღმერთმა. ორი ქალბატონი იყო ჩემს გარდა კიდე და მამაკაცები იყვნენ, ვინც საუბრობდით და საკრალური თემა გახსნა. არ ვიცი მე ნუგეშიც გამოვიდა ჩემთან Facebook-ში live-ში და ისაუბრა ის საკითხი, რომელიც უშუალოდ ეხებოდა იმ ქალს, რომელიც გადაარჩენს საქართველოს რა და ქალს ერქმევა თამარიო, თვითონ თქვა ეს და გააჟღერა იქ რა, რომ ანუ მე არ ვიცოდი ეგ უშუალოდ ეს თქმულება თუ იყო რომ ამ ქალს ერქმეოდა თამარი, მე არ ვიცოდი ეგ. ვიცოდი მხოლოდ წინასწარმეტყველებები ვაჟა-ფშაველას მიერ, ის თქმულება რომ თამარ მეფე არის, რომელიც ისევ მოვადა რაღაცა თამარ მეფის თქმულებებზე, მაგრამ ის რომ თამარი ერქმევა უშუალოდ ამ ქალს, ეგ არ ვიცოდი. ეხლა გავიგეთ მეორე დღეს ესეთი საკითხი და მეორე დღეს საინტერესო რაღაც მოხდა რომ მაინც იმ კუთხეში მიმიყვანა ღმერთმა და მათში ჩქნინა ის კედლები რომ ჯადოები გამომაყრევინა, აი მთელი თავსაფარი გაივსო იმ ჯადოებით რა, იმდენი თეიას ეჭირა თავსაფარი და მეუყრიდი ამ ჯადოებს ამ თავსაფარში რა, რომ გამოტენილი იყო ეს კუთხე ჯადოებით. რატომ ეთყობა? იმიტომ ეს კუთხე, იმიტომ რომ გარდაცვლილთა კუთხე არის რა და მან
განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ენერგეტიკულად და იმიტომ მაგ კუთხეში ის ტენიან იმ რაღაცა ჯადოებს და ეხლა ნახე მეორე დღეს ხო ეს ჯადო და თქვენ წარმოიდგინეთ რომ სადაც არ დავდიოდი ყველგან ხედავდი მანქანის ნიშნებზე ანუ მანქანის ნომრებზე ჯადო რა ჯადო ფიქრობენ ხო და ავედით იქაც ჯადოები ვნახე და განსაკუთრებულად თვალი დავადგი აი ამ ვარდს რომ რატო დგას ეს დემონსტრირებულად აი იმ ადგილზე აი განსაკუთრებულად მაღალ ადგილზე იდგა ღვთისმშობლის თვალწინ ეს ჯადო რა და აი გავიგეთ რატომაც ავხადეთ ჯადო მოხსენით ჩვენს საქართველოს გილოცავთ და ეს გაიგეს იმათმაც მივიდა მესიჯი ამ ადამიანებთან და ეხლა უკვე დაიწყებენ სასწაულების მოხდენას ბოლო ჟამსო ვერმა გაბრიელმა დაგვიბარა ნუ დაიწყებთ საში ყურებასო არ დაიწყოთ საში ყურებაო გვითხრა ვერმა გაბრიელმა სასწაულებს მოახდენენ ხალხს სულ გადავრევენ და გააგიჟებენ ეს გამოცდას გვიტარებენ იცით რატო ჭეშმარიტი ქრისტეს ხალხი სასწაულებზე არ ამყარებს თავის რწმენას იცოდეთ რა ჭეშმარიტი ქრისტეს ხალხი დარჩება ეხლა და ერთად შეიკრება რატო იცით იმ ხელა სასწაულებს მოახდენენო გაგიჟების ზღვარზე კი არ მიიყვანენ ამ ხალხს გადარევენ საერთოდ დაღუპავენ იმიტომ რომ ერთადერთი გადარჩენის გზა არის ეხლა მაგათთვის ეს მაღალ ცივილიზებული საზოგადოებისთვის რომელიც კოზირად ქონდათ შემონახული რომ აი ის თუ მოხდა მე ამას დავარტყავთ და ამაშიც გავაგიჟებთ ხალხს საბო ბოლო წუთამდე იბრძვის ეს მხეცი გესმით ბოლო წამამდე და ბოლო წვეთამდე იბრძვის მაგრამ ბოლო წვეთის სისხლს რო დალევენ ჩვენსას როგორც ქრისტეს სისხლი დალიეს მერე მესამე დღეს ავდგებით სამ დღე ნახევარში ავხდგებით ქრისტემ ხო თქვა რომ დაანგრიეთ ეს ტაძარი და სამ დღე ნახევარში ავაწყობ ჩვენს ტაძარზე არის საუბარი აქ ხალხო ჩვენს ტაძარზე ქრისტე თავის სხეულზე საუბრობდა დააშალეთ დააშლევინა ბოლო სისხლის წვეთი დაალევინა და სამ დღე ნახევარში ააწყო ისევ ეს თავისი ტაძარი გაცოცხლდა აღამაღლა თავი ამიტომ არის ამაღლება იქ წაში კი არ ამაღლდები ხალხო ცნობიერებაში ამაღლდები ცაში აქ ცაში ამაღლდები ცანში უნდა იცნო ცანი არის აი ამ ნაწილში სადაც არის ეპიფიზი და ჰიპოფიზი მოთავსებული და ეპიფიზი ჰიპოფიზთან კავშირში თუ არ არის გაბმული შენ ვერ ცნობ ცაში ვერ ადიხარ ცანში ვერ ადიხარ ხო და ეხლა ნახეთ ამ ცას როგორ უნგრევენ ცაში გამოაჩინეს რაღაცა ხომალდები ვითომ კიდე უარესებს გამოაჩენენ მერე ქრისტესაც დაგანახებენ ქრისტესაც გამოაჩენენ იქიდან ჩამომავალს მაგრამ არ მოტყუდება ქრისტეს ხალხი ხალხო იმიტომ რომ ზუსტად იცის ქრისტეს ხალხმა რომ ცნობიერში არის ქრისტე გულში და გონში არის ქრისტე და არა ცაში და უმალ ცაში დაიწყებთ ყურებასო ხო ამბობს ქრისტე ფრინველები უფრო მალე შეგასწრებენ სასუფეველში გეუბნებათ ამასაც ქრისტე ცაში ნუ დაიწყებთ ყურებასო ციდან არ ჩამოვა ის აქედან არის აქ არის ქრისტე გულსა და გონშია ქრისტე შენ უნდა ცნო შენ უნდა ახვიდე ცანში ხო და ორი წუთით შემომში დაიკო მეუბნება ლაზარე და აბა შემოგიშვებ არის ნუ მოტყუდებით მეგობრებო არად ქრისტეში ქრისტე ჩვენთან არის მე ხორციელად აღარ მოვალ გითხრათ ქრისტემ მე უკვე თქვენთან ვიქნები ყველასთანო და ყველაში გაიღვიძებს ქრისტე ქრისტეს საძმო იმიტომ ეწოდება ქრისტეს ცნობიერში ასულ ადამიანებს რომ ისინი არ მოტყუდებიან არ შეცდებიან ვიღაცა მამაოებზე კი არ მიეყრდნობიან და ჩამოეკიდებიან არამედ თავის ცნობიერში იქნებიან ქრისტეს გონში და გულში გული გონიერი ექნებათ აი ძალიან მაგარი რაღაცები ხდება აბა ლაზარე შემოგვერდი გამატებს და ვერ გამატებს ჩემი ტელეფონი ასე რომ ცნობიერში მოხდა ეს ყველაფერი მეგობრებო გულში ჯვარზე
გაუგნებული ვარ ისეთი რაღაცები ხდება, ეხლა ნახე, აი არც აუდგარ ვარ ისე ჩავერთვი ამ ინფორმაციებში დღეს რაც გაშღერდა და პირდაპირ ის გაშღერდა, რასაც ველოდი. და არ ველოდი. ველოდი და არ ველოდი. ანუ თან ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს სავით არის ეს ყველაფერი. და ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს გარდაიქმნა რაში იცი რომ თან ჯერა და თან დასტურიც მოდის, გესმის? სანამ დასტური არ მოდის, მანამდე არის ჯერ ცნობიერში გაურკვევლად. და დასტური როცა მოდის, მაშინ უკვე იცი. აქაც იცანთან არის საკითხი. იცანი. იცი არის შეკვეთილი იცანი. გესმის? სიტყვა იცი ნიშნავს შეკვეცილ იცანს. იმიტომ რომ ც ნიშნავს ც, ასობგერად ც არის ცან და ის რო ც ემატება, ხო? იცი, გეუბნება რაღაცა იცი, ანუ იცანიო. რაღაცა იცანი, ესე იგი, თუ იცანი, ესე იგი იცი. ხვდებით ხო, რასაც გეუბნებით, მეგობრებო? ანუ ლაზარის მცოდნეები მიხვდებიან, რასაც ვლაპარაკობ. ლაზარე ვერ გამატებს, რატო? აი ახლა გამატებ მე შენ. და მეუბნება რომ ამატებსო და გველოდები, მაგრამ აბა ნახოთ. რა მაგარი რაღაცები ხდება, ღმერთო ჩემო, რა მაგარი მადლობა უფალო. დიდება უფალს. აი ესე დაგვატარებს ჩვენ. თუ იცით ის ზღაპარიც ალისი და ალისი საოცრებათა ქვეყანაში. აი ალისი საოცრებათა ქვეყანაში. ჩათვალეთ რომ მე ვარ ალისი რა და დავდივარ საოცრებათა ქვეყანაში, ხან რომელ ოთახში შემიყვანა ოთაღში. აი ნახე იქაც არის ლაივში სიტყვა დომინირებს ოთაღი. ოთახი კი არ არის მეგობრებო. გამართული სიტყვა არის ოთაღი. ოთაღი თვითონ ოთაღში რო შედიხარ. ზუსტად ოთაღი იყო, იქ სადაც შევედი და გადაკეტილი სადაც იყო ეს ვარდი სადაც დატყვევებული ყავდათ. ოთახში კი არ შევედი, ოთაღში შევედი. ოთაღი ნიშნავს იმას, რომ აბა ონი ნახეთ რა როგორ იწერება ონი, სიტყვა ონი. და ონში რაზის ისიც ნახეთ ასომთავრულში, ქართულ ანბანშია ეგ მოთავსებული. და ოთახში ზის ის გასაღებია, ანუ გასაღების ის აქვს მოცემულობა ოთახს. თვითონ ონის თაღს აქვს გასაღების მოცემულობა. გასაღები უნდა შევიდეს იმ ოთახში. და საინტერესო რა არის იცით კიდე მეგობრებო? ნინო ეხა ნინო რო ნახავს ამ ლაივს მიხვდება. ნინოს მეგობარი გარეთ გველოდებოდა რა და ნინოს მეგობარი არის ესეთი გვარის კილას ონია. კილას ონია გეუბნება რა, ანუ ჯერ გიდასტურებს რომ კილასი ონიაო გეუბნება და ლასი უნდა ცნოთო, ხო არის? ამდენი ხანი ამას ვლაპარაკობ, რომ რას ნიშნავს ეს ლასი, რა უნდა ვცნოთ. და ლასი ონიაო გეუბნება თვითონ ეს გვარი, რომელიც ბოლოს შემოგვიერთდა, გველოდებოდა ეს 3-2 დღე გველოდებოდა გარეთ რა და ბოლოს შემოგვიერთდა რა, ლაივშიც ჩანს ის ბატონი და დასტური მოვიდა რომ გვეუბნება კი არის თვითონ გასაღები, იცით ინგლისურენოვანებმა, ლასი არის პაროლი, ონი კიდე არის მზე და გვეუბნება რომ გასაღები ლასის ონიაო, ანუ ლასის გასაღები არის მზე. საბოლოო ჯამში ეს გასაღები არის ონი. ონი ასობგერა ონი. ონი კიდე 22 ასობგერა, ნახეთ რამდენი ადამიანი უყურებს ჩვენს ლაივს, 22 ადამიანი უყურებს ეხლა ამ წუთში და 22 ასობგერა არის. ჯორჯაძის ვიდეო ეხლა გავაზიარეთ, ჩასკროლეთ და ნახავთ, იქაც ამას საუბრობს, რომ 4 არის 3-სა და 4-ის ჯამიო და 4 ასევე არის 2-სა და 2-ის ჯამი, მეგობრებო. 2-ს რომ 2 მივუმატოთ, ხო 4-ია. ხო და 4-ს რატო ამბობს იქ ნახავთ ვიდეოში. 2-სა და 2-ის ჯამი რო 4-ია, 22 ასობგერა ონია. გესმით? არა,
უნია უпросторად 22 ასობგე რა უნია და უნში ზის ონი უნში ზის ონიც უნში ზის გასაღებიც და უნში ზის ყველაფერი უნიონში ავედით ახლა უკვე ჩვენ აი უნიონი საიდან მოდის კიდევ და უნში დონიც ის მეგობრებო დონი და მე დაგანახეთ იქ არ დამინახებია სხვათა შორის ვახსენე რომ როდესაც შედიხარ ჯვრის მონასტერში ყველგან მთლიან გარშემო შემოწერილობა ქვებზე დონი აწერია ჯვრის მონასტერს დონის ასომთავრული დონი აწერია ესე იგი პორტალში შედიხარ პირდაპირ ესე იგი იმ თაღიდან უნდა გახსნილიყო და იმ ოთაღიდან უნდა გახსნილიყო ის გასაღები რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ ყველაფერი კარგად არის მეგობრებო აი მართლა მაგრად არის ყველაფერი ისე გაიმართა რომ წარმოუდგენლად მაგრამ წარმოსახვითი ფანტაზია ვისაც ქონდა და ცნობიერება იმან გახსნა ეს ყველაფერი რა ჩვენ ყველამ ერთად გავხსენით ეს ამბავი რომ იცოდეთ რა ზოგმა იქიდან და ზოგმა ადგილიდან ოთაღიდან ხო და აბა ვნახოთ ახლა აი ჩემი გვარი რას ამბობს ინას არის ძე ინა სარი ძე ანუ სარის ძე ვარ კიდევაც ესე გამოდის ჩემს გვარში რომ სარი არის ძელი იცით ინარის სარის ძე ხო ნუ რაღაცა ექნება მაგას მაგრამ სხვა გაშიფროს ეგ რა მე არ შემიძლია ხამდენი ჩემ გვარზე ვიფიქრო გეფჰარტიც მნიშვნელოვანია ორივე გვარი მეკუთვნის ინასარიძე და გეფჰარტი და ასევე მნიშვნელოვანია ვინც იდგნენ იქ ლალი და ნინო აი საკრალური არ არის ეს ლასი და ალი იყვნენ იქ და ნინო კიდე იცით ვინც არის ნინო ხო ნარი და ონი თამ არის ნარი და ონი და ლასი და ალი ანუ ძალიან საინტერესო ამბები დალაგდა ჯვარზე ეხლა თქვენ არ იცით ეხლა ჯერ კიდევ გამოფხიზლების პერიოდში ვართ აი ესე რომ იღვიძებს ადამიანი და რომ რაღაცებს ხედავს და ვერ ხედავს და ყველაფერს რომ ნათლად დაინახავს მე ხო წარმოგიდგენიათ რა საოცრებები გაიხსნება თქვენ არ იცით მაგრამ ეხლა ნუ დაგაბრმავებთ ეს ცაზე გამოსახული ისინი ფიგურები ცაზე რომ რაც გამოისახება ეგ მაგათ ნუ მიიღებთ სასწაულებად ეგ სასწაული არ არის ეგ არის სასწაული ნახე აქაც ამ სიტყვაში სასწაული ნიშნავს სასწავლს სასწაუ იქ გადაკეთდა ჩვენს ახლა ახალ თანამედროვე ქართულში უ შეიცვალა ვთ ბევრში არის რომ უ გადაკეთდა ვთ იმიტომ რომ ნახე სიტყვა ადრე ვამბობდით სიტყვას ეხლა ვამბობთ სიტყვას ესე იგი ჩვენ თუ ვიტყვით რომ სასწაულები გამოჩნდება ვამბობთ რომ სასწავლები გამოჩნდება გესმით ეს ერთ-ერთმა ახსენა სხვათა შორის კი იმან ახსენა თუ გახსოვთ ერთი პერიოდი ლაივში თამარი რომ იერთდებოდა ხოლმე თამარ რა გვარი იყო დამავიწყდა და თამარმა დამაკავშირა მერე ერთ-ერთ ბატონს რომელმაც ისაუბრა ამ სიტყვებზე ნელა საუბრობდა ის ბატონი თუ გახსოვთ მაშინ მითიშავდა ტელეფონი და როგორ ჩავართვევინე იცით დავრეკე და ისე ჩავერთე რა ერქვა ამ ბატონს დამავიწყდა თუ გაგახსენდათ დაწერეთ რა თამარ შენც თუ გაგახსენდათ დაწერე ამ ბატონის სახელი მე დამავიწყდა ერთ-ერთ ლაივში მყავდა ჩართული ეს ბატონი და ნახეთ აქაც ბატონ კოდებია ეს ბატონი ქართულ ანბანზე საუბრობდა რომელსაც გახსნილი ქონდა ძალიან კარგად რა და იმან მოგვაწოდა ეს სასწაულთან დაკავშირებით ყველა სასწაული არის სასწავლი უნდა ვისწავლოთ რაღაცეების სასწauლებიდან და რა უნდა ვისწავლოთ თუ არა ისევ ქრისტეს ცნობიერებაში გავერთიანდეთ ლაზარე ვერ დაგამატე მოკლედ რა აი არ გამატებს არ მოდის შენთან დამატება
თამარ რაგვარი იყო თამარი სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი იყო თუ გახსოვთ ლაზარე მე შენ და თამარმა ერთად ვისაუბრეთ გახსოვთ ლაივში ეხლა მეგობრებო ესე იგი უკვე დაიწყეს ამათმა თავისი კოზირის გამოშვება ანუ თავისი თუ ჯოკერის გამოშვება მოდი ესე ვთქვათ რა თუ მათ კოზირი ქონდათ შენახული ჩვენ ჯოკერი ყავს შენახული ხო ჯოკერი ისა კოდია შახმატიც კოდია თამაშიც კოდია ჯოკერიც კოდია და ეხლა გავიგოთ რა არის ჯოკერი მოდი აბა გავშიფროთ ჯოკერი ჩვენი რა არის აბა ჯანის ონი კარი და ერი ანუ ჩვენ ვართ მზის ჯანის მქონე ადამიანები ხვდებით ჩვენ ჯოკერი გვაქვს ან ჩვენ ვერ დაგვაბნელებენ მაგ თუნდაც რომ დავბნელდეთ და ჩვენ ჯოკერში გვიზის ესე იგი მზის სინა ანუ მზის ჰელიოს ანქ ჰელიოსები ვართ რა ანქ არის ღმერთი ჰელიო არის ნათელი ნათება ანუ ჩვენ ვართ მზის მატარებლები მეგობრებო და ჩვენ ვერ დაგვაბნელებენ რა ჯოკერი გვაქვს ჩვენ ჯოკერი ორივე ჯოკერი ჩვენ გვაქვს მათ არა აქვთ ჯოკერი მათ მარტო კოზირი აქვთ ხო აქაც მიუბრუნდით ისევ თამაშებს ხო თამაშით ავიღოთ მაღალი ცნობიერება ნესტან დარეჯანი ნესტ აი ესეც გავშიფროთ რა არის ნესტან დარეჯანი ხო გაშიფრულია მაქვს ერთ-ერთი ვიდეოში გაშიფრული იქ სხვანაირად მაქვს მაგრამ ეხლა სხვანაირად გავშიფროთ ორივე ჯოკერი ჩვენია თავისი კოზირებით ლაზარე კი ნამდვილად იმიტომ რომ ბოლოს ჩვენ ვიგებთ და იმათი კოზირებით ჩვენია ნამდვილად ხო ნესთან დარეჯან ეს არის უმაღლესი ცნობიერება რომელიც იშიფრება ლაზარეს ენით და ლაზარეს ენაში არის ესეთი რა მოთავსებული როგორც მახსოვს წინადადებას წარმოქმნის ეს ნესტან დარეჯან რაღაცა ესეთი წინადადება წარმოქმნა რომ უმაღლეს ცნობიერებამდე მივიდა ეს ნესტანი რაღაცის ტანია ხო ნარისა და ენის ტანია ნარისა და ენის ტანი მივიდა ჯანთან დარეჯან დარის ენი ჯანთან გესმის აი ეხლა ზუსტად ვეღარ ვიხსენებ როგორ გავშიფრე მაშინ რა ძალიან ადრე 2 წლის წინ გავშიფრე და 2 წლის წინ რადგან ეს სიტყვა ინგლისურიდან ალბათ იქიდან უნდა განვმარტოთ რომელი სიტყვა თეონა ჯოკერი არც ერთი სიტყვა ინგლისურიდან არ არის მეგობრებო არ გეგონოთ რომ ინგლისური არის ცალკე ენა ინგლისურიც არის წარმოშობილი ქართული ენიდან ყველა ენა არის აი ამ პროგრამიდან წარმოშობილი რომელიც ჩვენ გვაქვს 40-ასობგერიანი ცხრილი ქართული ანბანი 4 სახოვანი ჯოკე და ერი ხო ჯოუკ ხუმრობა ხო ხუმარა ერთთან მიგვიყვანა კი ანუ ინგლისურიც დაუკავშირეთ ჩვენია ორივე ტუ ჩვენიან თამაშს რაღა აზრი აქვს კოზირი მანამ კოზირობს სანამ ჯოკერი გამოჩნდება მერე კოვზო ნაცარში ვარდება არა ხო ანუ კოვზი ნაცარში ვარდება ორივე თუ ჩვენია არა ელენე ორივე იმიტომ არის ჩვენი რომ საბოლოოდ ვინც იგებს იმისია ყველაფერი გესმის და კოზირებით ჩვენია ტუზებით ჩვენია ჯოკებით ჩვენია ჯოკერებით ჩვენია ჯოუკ მივხვდით სად მიგვიყვანა გამასხარავებამდე მიგვიყვანა ეს ყველაფერი იყო ჯოუკ რა ანუ ხუმრობაო ვინც ინგლისური არ იცის
ჯოკერ და კიდევ სხვანაირად იმატება ჯოკერი, ნახე, ჯოკერ. კერ არის ზრუნვა, ჯო კიდე იცით რაც არის? ჯოჯოები ვისგან წარმოიშობიან, ხო? ესე იგი, თუ ჩვენ ვხუმრობთ, ჯოუქს ვაკეთებთ, ჯოუქის ერი ვართ, ისინი ჯოს ქერები არიან, ანუ ჯოჯოების ჯოჯო მზრუნველები არიან. რა მაგარი რაღაცები ხდება, გადავიდე. მაგალითად TV, ტელევიზიონ, ტელევიზიონ. ხო, TV, კი. აი ზუსტად ეგრე არის შეკვეცილი ქართული სიტყვები. ხედვა უთხრა გადასცემ, ხედვა უნდა გადასცემ. ტელევიზიონ, vision. ხედვა უნდა გადასცე, კი, TV. ტელეპათიაც ეგრე არ არის? და ონის ფარაც ეგრე არ არის? მზის ფარა, ფარაონი. ონი მზეა. მოკლედ, ვინც არ იცით, გაერკვიეთ ამ საკითხებში. ერთ-ერთ საინტერესო პირს ვესაუბრებოდი და გაუჟღერე, რომ ონი მზეა. თქვა, ეგ საიდან იცია? მიხარია რომ იცი. ვინც არის მენს ის ვერ იგებს, ვინც ისმენს ის იგებს. მაგალითად TV television, მაგალითად ჯამნო თუ ჯანმო ჯანმრთელობის ჯანდაცვის ჯანმოს რაც გადავეკიდები ხოლმე. მაგალითად TBC შეკვეცილი სიტყვა. რუსთაველია. არა, ბეკა, რუსთაველი არ არის რუსთაველი. რუსთაველია ეგ. ਰੂ ხო იცი რაც არის? რუსთაველი არ არის რუსთაველი. ღმერთმა დაგვიფაროს. რუსთაველია ეგ. ანუ საწყის წყაროსთან დგას. საწყის რუსთავში დგას რა. ਰੂ არის წყარო, საიდანაც გამოედინება წყარო, ხო? ਰੂ არის ერთ-ერთი წყარო, რომელიდანაც მოდის სუფთა წყალი. და ქრისტე ამბობს, რომ დაგალევინებთ მე ჩემს წყაროდან, რომელიდანაც აღარ მოგწყურდებათო, ხო? ანუ რუსთაველი მაგ რაკურსში არის ნათქვამი და არა რუსთაველზე. გამანებით ამ რუსებით თავი რა, მოაშორეთ რუსებს ნუ ჩარევთ აქ რა, ძალიან გთხოვთ. რუსთავთან მივედით, ესე იგი, უხრწნელ, უпростоრედ დაუბინძურებელ წყაროს თავთან მივედით. ანუ რუსთავთან მივედით, ესე იგი ჩვენ ვართ წმინდა წყალთან, წილყართან. ერთი სიტყვით მეგობრებო, კიდე შეიძლება ბევრი ისაუბროს ამაზე ადამიანმა. ქართული ენა ლაზარე ისე მაგრა იხსნება ეხლა, რომ აი რამდენი ადამიანი გავიცანი, რომელსაც პირდაპირ გვესმით ერთმანეთის ენა და უცხო ენებზე დაიწყებენო საუბარს, რო არის ბოლო ჟამში ნათქვამი, ხო? მათ ესახარება მე-16 თავის მე-17 და მე-18 მუხლი, მოიცა დაგიპოსტავთ. რატო აღარ მაპოსტინებს ახლა? რობალდუკე ვიცი ხო? ლაზარე შენ რო გამატებს, იმიტომ აღარ მაპოსტინებს. არ მოგივიდა მოწვევა ლაზარე? ანუ გამატებს ახლა. მუხში წერია ესეთი რამ, რომ წმინდანები ისინი იქნებიანო, ვინც განკურავენ ხალხს ხელის დადებითო, ვინც უცხო ენებზე დაიწყებენ საუბარსო, ვინც შხამს დალევს და არაფერი მოუვაო და ჩამოთვლილია რა. ხო და
ჩამოთვლილი რო არის უცხო ენებზე საუბარი, ის კი არ ნიშნავს, რომ ინგლისურ ენებზე და რუსულ ენებზე და სხვა ენებზე დაიწყო საუბარი. აქ უცხო ენებზე საუბარი ნიშნავს, იმიტომ რომ ენის უცხოდ საუბარი დაიწყო, გესმის? ჩვენ ლაზარეს აღდგენა, რასაც ვაკეთებთ, არის უცხო ენაზე საუბარი. ყველა ეხლა ვინც გაღვიძებულია, წარმოიდგინე, ყველა ვისაც ეს ლაზარე გაეხსნა, საგიჟეთში არის მოქცეული, აზე ხარ თქვენ? ყველა არა, მაგრამ უმრავლესობა. ვინც გავიცანი, დამწყდებული ყავთ საგიჟეთში და წამლებით ყავთ ნაჭრები ეს ხალხი, რომ ჩაეკეტოს ის ცნობიერება ისევ რა. მოგიდგენიათ და გუშინ მე ჩემს მეუღლეს ვესაუბრებოდი, რომ ანუ მე არ ვიცი მეთქი რატომ ასაუბრებს ღმერთი ამ ლაივებში მეთქი რა და საბოლოო ჯამში მივედი იმ დასკვნამდე, რომ მე იმიტომ მასაუბრებს ღმერთი, რომ აი ჩემნაირები, ვისაც გაეხსნათ და ვინც საგიჟეთში მოაქციეს და ვისაც უთხრეს, რომ შენ გიჟი ხარ, ხო? იმათთვის იყოს ეს იმპულსი, ეს სტიმული მისაცემი, რომ ის გიჟი არ არის. არც მე არ ვარ გიჟი და ან პირიქით ჩვენ გიჟები ვართ, მაგრამ ეს ძალიან მაგარი რამეა. ისეთ მაგარ რაღაცას ხსნით, რომ წარმოუდგენელ რამეს ხსნით, ანიდაჰოეს ხსნით. გესმის? მაგ შეხვედრის ლაივი არ გამოგვაპაროთ, რომ ერთი სიტყვით პატარა ტვირთს გაძლევ, ვინაიდან თბილისში ხარ? ლაზარე წერს, მიდი საპატრიარქოში და დაურეკე კანცელარის უფროსს ამ ნომერზე. იოანე და ოფიციალური შეკრების წერილი მიაწოდე. 1 აპრილს მოპატიჟე მახინჯაურს მეგრულ ლაზურ რესტორნის დარბაზში. გაბწყინების თავზე. ლაზარე, მე ერთ რამეს გეტყვი. აი ეს ნომერი გაუგზავნე იმ პირს, ავთანდილის სახით რომ მოაგზავნე ჩვენთან და ის უფრო მაგრა გადასცემს, იმიტომ რომ ძალიან მაგარი ტიპი იყო, ჩემზე უკეთ ლაპარაკობს და ჩემზე უკეთ შეუძლია რა. კარგათაც არის გაზმანული და იმას უფრო დაუჯერებენ. მე ახლა იციან, რომ გიჟად მთლიან და მე ვინ რამეს დამიჯერებს. ისევ ის ავთანდილი მიაგზავნე. გესმის? ანუ მე ნუ მავალებ, იმიტომ რომ მე საპატრიარქოსთან შორს მაგ შეხვედრის ლაივი არ გამოგვაპაროთ. ელენე, რომელ შეხვედრის ლაივს ამბობ, ვერ ხვდები. ასე რომ ჩემო კარგებო, ეს მაინც არ დამაპოსტინა რა. აბა კიდე რას გულისხმობთ? ცუდები ყველა ქვეყნის ხელისუფლებები არიან. ეხლა ნუ ამბობ ბესიკ, რუსის თავი არ არის ნამდვილად რა, ძალიან გთხოვ. არაფერ შუაში არ არის რუსი. რუ არის ჩვენ ქართულ ამბანში რუ და რუს თავი არის კიდე რუს თავი და არა რუსების თავი. ამ რუსებზე ნუ ჩაიციკლეთ, ძალიან გთხოვთ რა. ხალხი ყველა დაბნეულია, მე არავინ მომიგზავნია. არა, შენი სახელით ხომ მოვიდა ის ბატონი. ან შენი სახელით არ მოსულა, ესე იგი გასაგებია ვინც იყო. მაგრამ შენ ხო გელაპარაკა, კაცო. შენ გელაპარაკა. იქ ლაივში ხო ჩაგვრთო. ხუმრობ ვახ საპატრიარქოს რქიანი რომ გაწყინების შეხედრაზე მოვა. მაგაში ეჭვი მეპარება და ცოტა გავიხუმრე რა. ხო, კარგია ელენე, ჯოუკერი ხარ, ჯოუკერი. ხალხი პირველ და დღეგრძელოს ოქროს გვირგვინოსნებზე ლოცულობენ. ხალხი პირველ სადღეგრძელოს ოქროს გვირგვინოსნებზე ლოცულობენ. ოქროს გვირგვინოსნებს რას უწოდებენ, არ ვიცი. საპატრიარქო ხონის საგიჟის ოფიციალური მეწილია.
ხო, ეგ ხო გავაჟღერე ელენე. კიდევ იმებს რო ამატებენ, კორპუსებს რო ამატებენ, იქ რო უფრო მეტი განათლებული და გასხივოსნებული ხალხი ჩასვან და გოი მონ. გიორგი კასრაძეზე ამბობ? ხო, გიორგიზე ვამბობ. არ მინდოდა ეხლა მეხსენებინა მის სახელი და გვარი, მაგრამ რახან ახსენებ, ახსენებიც. მე კითხვა დაგისვი მხოლოდ, ჩაციკლული არ ვარ. კითხვა თუ დასვი, მაშინ კითხვის ნიშანი ვერ დავინახე. მოიცა? ხო, ბოდიში ვერ დავინახე კითხვის ნიშანი. ხო, მადლობა. ხო, არ არის რუსთაველი, იქ არის რუსთავი. ელი არის ღმერთი. რუსთავი და ელიო გეუბნება, ანუ უშუალოდ წყარო საიდანაც გამოედინება, იმის თავის ღმერთთან მიგვიყვანა. იმ თავთან მიგვიყვანა, ამ სიტყვამ. პატრიარქი ოქროს გვირგვინოსანია. იმიტომ ახურავს ოქროს გვირგვინი თავზე. მაგრამ არა ბაგრატიონი. ბაგრა არ ადგას მაგას თავზე. ბაგრა რო ედგეს, ოქროს გვირგვინი არ ეხურება თავზე. ბაგრა ვისაც ადგას თავზე, მეგობრებო, იმას ნათელი ადგას თავზე და ვისაც ნათელი არ ადგას თავზე, მას ოქროს გვირგვინები სჭირდება, რომ გაინათოს ეს ადგილი, გესმით? აი, მაგიტომ სჭირდებათ გვირგვინები ადამიანებს. და ვისაც გახსნილი აქვს და ბაგრა ადგას თავზე ისე, რომ ოქროს გვირგვინი არ დაიდგას და არ დასჭირდეს ოქროს დადგმა აქ, რომ გაუნათდეს, იმას საგიჟეთში აქცევენ. რამენერად გინდა არ გინდა ჩამრთე დაიკონო. აი, არ ვიცი. პატიჟებ და არ მითხრე ხოლმე, რომ ილია მეორე არის ოქროს გვირგვინოსანიო. ეგ რომ მითხრა, ნამდვილად შემეცვლება აზრი შენზე. მაგრამ პატრიარქი არის ოქროს გვირგვინოსანი. პატრიარქი არის იესო ქრისტე. ჩვენი პატრიარქი არის იესო ქრისტე. პატიჟებს და აი გამატებს, აბა იქნებ შენი მობილურის ბრალია. სხვა მობილურით რო შემოხვიდე. ანუ ქრისტე არის ჩვენი პატრიარქი და ილია მეორე არის ის, ვისაც გვირგვინები სჭირდება, რომ დაიდგას თავზე, რომ აი აქ ბაგრა გაინათოს, რომელიც არ აქვს. ლაზარე, მე ამას გეუბნები შენ და შენ თუ სხვა რამეს ამბობ, ეგ არ ვიცი. არ ამატებს, ვერ დაგამატა. კარგით, მეგობრებო, ახლა თუ გაინტერესებთ, ლაზარეს რაღაცის თქმა უნდოდა და დავასრულოთ და შევუერთდეთ ლაზარეს თავისი ლაიფი ჩართოს და იმის აი ლაზარე ახვლედიანის გვერდზე გადავიდეთ. ლაზარე, ჩართე შენი მხრიდან ლაივი და იქ მოგისმენს ეს ხალხი გადმოვა. ვისაც სურვილი ექნება. აბა გემშვიდობებით ახლა გაკოცეთ და but on, no but. ნობათი ვართ, ნობათში ვართ. დიდება უფალს. მოიცა ბოლო კომენტარსაც წავიკითხავ და კარგია, რასაც აკეთებ, ადამიანებს სჭირდებათ ასეთი თბილი კავშირები. იმედია შენც არ გაგამერთებენ და მორიგ სექტად არ გადაიქცევით. წარმატებები არა, მაგას ვერ გააკეთებენ, იმიტომ რომ მე არ მივცემ მაგის უფლებას. აქაც სადე. აბა აქაც ვცდი, ემზარ ახვლედიანი. გამატებს, აბა თუ დაგამატებს. ხო, ანუ მე
არავის არ მივცემ იმის უფლებას, რომ გამაღმერთონ და კერპად დამისვან, ღმერთმა დამიფაროს. გესმის? და ვინც თავის თავში გაგიჟდება, ეგ სხვა საკითხია. ეხლა ვინც ჩემთან მოვა და მეტყვის, რომ აი შენზე ამამდის მზე და მთვარე, ხო? ვეტყვი, რომ აი ქრისტეა და იმაზე უნდა ამოგდიოდეს მზე და მთვარე. გამატებს ემზარ, გამატებს, მაგრამ ვერ გამატებს. ემზარ, მე ერთი ეჭვი მაქვს რა, მერე გეტყვი პირადში. ავთანდილი და ეხლა რასაც მეუბნები ილია მეორეზე, კავშირში არიან ერთმანეთთან და კარგი არ მინდა ეგენი რა. იცი რა, მე გეტყვით ერთ რამეს რა. თუ ილია მეორე აღიარებს თავის დანაშაულს ღვთის წინაშე, რომ ის ითვისებდა მის ტიტულს, რომ ის შეურაცხყოფდა ქრისტეს გზავნილს, მაშინ შეიძლება კიდე ბაგრა დაედგას თავზე, მაგრამ რეებს მიყვებით, ეხა ზღაპრებს მიყვებით, რომ ილია მეორეს ბაგრა ადგას თავზე. ბაგრა კი არ ადგავს, ოქროს გვირგვინი ადგავს, რომელიც იმ ადგილს ცოტათი უბრწყინებს. გესმით? ქრისტეს ოქროს გვირგვინი არ დასჭირდა, ქრისტეს ბაგრა ედგა თავზე და ეკლის გვირგვინი დაადგეს. ბაგრა ადგას ყველა ქრისტიანს თავზე და ყველა იმ ადამიანს, ვინც ოქროს გვირგვინს დაიდებს თავზე, ის იმას სატანის გვირგვინი ადგას თავზე. მიხდით. წავედი ახლა გაკოცეთ, ახლა მართლა დაგემშვიდობებით. ვერ დაგამატა ემზარ. გადავიდეთ ემზარ.